რა მიმართულებით საით მიდის თქვენი ცხოვრება, რა პერსპექტივები გიჩანთ, ზოგად ენერგიები იქნება, ჯერ ნახოთ ეხლა სათხართ, საწყისი წერტილი რა არის და მერე ნახოთ პერსპექტივები. ბალანსისთვის შეგიძლიათ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ თქვენი გვერდი კომენტარში, გამიზიაროთ თქვენი მოსაზრებაც. პირად კონსულტაციებზე შეგიძლიათ მოწეროთ პირად შეტყობინებაში. TikTok მაყურებელს თხოვ, რომ მხოლოდ Instagram-ზე მომწერთ და TikTok-ზე მომწერთ. ნახოთ ეხლა სათხართ რა ენერგიებში მყოფებით. რა სიტუაციებში ხართ ამჟამად. მოკლედ, აქ ამოდის პიროვნება ადამიანი და ამ ადამიანთან დაკავშირებით შეიძლება გიჩანთ ბევრი ფარული ფიქრი, თითქოს და შეიძლება რაღაცას ფიქრობთ, რომ გიმალავთ ეს ადამიანი, ან გატყუებთ, ან შეიძლება ეხლა დუმილშია. თქვენს თვალთახედვაში ეს ადამიანი ცოტა ცივია, ცოტა მკაცრია, უხეშია, შეიძლება ახლოს მისვლის საშუალებას არ გაძლევთ, შეიძლება ფიქრობთ, რომ გული არ აქვს და უგულოა საერთოდ ეს ადამიანი. აქ თქვენი ემოციური ღრმა კავშირი ჩანს ამ ადამიანის მიმართ. თუ მამაკაცები მიყურებთ, შესაძლებელია თქვენ ცხოვრებაში ორი ქალი მაინც არსებობდეს, შეიძლება სამიც მინიმუმ, გაურებული მდგომარეობა გაქვთ, შეიძლება არ ნიშნავს ეს ყოველთვის, რომ ყველა სამივე და ყველა სასიყვარულო პარტნიორი იყოს, შეიძლება აქ ზოგჯერ სხვა ადამიანის ჩარევაც იგულისხმობდეს, მნიშვნელოვანი ფიგურები, თუ მამაკაცები მიყურებთ, ორი ქალი მაინც არის. აქ ოჯახის სიტუაციაც ჩანს, თუ ქალბატონები მიყურებთ, მამაკაცი ან პიროვნება, რომლის მიმართაც გული გაქვთ დაწყვეტილი, შესაძლებელია რაღაცებს გიმალავდათ, გატყუებდათ. და აქ როგორც გითხარით, ან დაოჯახებულია ეს ადამიანი, თუ დაოჯახებული არ არის, ყოველ შემთხვევაში მისი მხრიდან სხვა პიროვნების, სხვა ქალის ჩარევა შესაძლებელია იყოს ამ ურთიერთობაში და თქვენთან დაკავშირებით. თქვენ ცოტა თან გაბრაზებულები ხართ, მაგრამ თან ემოციებიც გაქვთ, გაურებული მდგომარეობა გაქვთ, თქვენს თავს შეიძლება უბრაზდებით, რომ საერთოდ კიდე მასზე ფიქრობთ, კიდე გენატრებათ ეს ადამიანი, მაგრამ ვერ გაგიშვიათ ბოლომდე. თან რაღაც პრეტენზიებს და პირობებს აყენებთ აქ ამ სიტუაციაში და თქვენს საზღვრებს იცავთ და თქვენ სიტყვას არ გადადიხართ, რომ მე ეს მინდა და ესე იყოს და ეს მიწოლის მომენტი გაქვთ, მაგრამ შინაგანად თლად ესე მაგრად არ ხართ, შინაგანად გულდაწყვეტილებებიც გიჩანთ საკმაოდ ამ ადამიანთან და ვერ გაგიშვიათ ის წარსული ენერგიები, რაც მასთან გაკავშირებთ. ვიტყოდი, რომ შეიძლება გარკვეულწილად არც ამ პიროვნებას არ აქვს გაშვებული თქვენთან დაკავშირებით ურთიერთობა, თუ ცოცხალია რა თქმა უნდა ეს ადამიანი და კიდევ სახეზე გვყავს, არის მისი მხრიდანაც ფარული გრძნობები, მაგრამ არ გამოხატავს, ესეთია ჯიქი ჯილტი საყინულის იმას რომ დაიჭერს, სახეს რომ მიიღებს და რო ვერ გაიგებს, საერთოდ გონია შეიძლება განსაკუთრება რომ ამას გრძნობები აღარც გააჩნია და მყარია და მორჩა, ან გაყინულია ემოციურად, შეიძლება იყოს აქ ესეთი მომენტებიც. ისე აქ თუ პარტნიორ ურთიერთობას განვიხილავთ, ბევრი ადამიანი ერევა ამ ურთიერთობაში, ბევრი ჩარევები ჩანს, შეიძლება ოჯახის წევრების მხრიდან, შეიძლება მესამე პირები არსებობდეს, შეიძლება თავად თქვენ ხართ დაოჯახებული, ან ის არის დაოჯახებული, ძალიან ბევრი ესეთი მომენტებია რა და თითქოს აქ ურთიერთობა შეიძლება დაპაუზებულივით იყოს, მაგრამ თუ დაპაუზებული არ არის, წრეზე ტრიალებდეს მაგალითად ერთი და იგივე სცენარში იდგეთ და შესაძლებელია კიდე რომ მაქსიმუმს მიაღწია ურთიერთობა და გაჩერდა და იმის იქით აღარ მიდის აქ. ანუ თითქოს რაღაცა სიტუაცია, ეტაპი იწურება ამ ურთიერთობაში და იმის იქით უკვე გასაქანი აღარ აქვს აქაურ ამბებს. ეხლა ვნახოთ საით მიდის თქვენი ცხოვრება. მე მართალია ზოგადი გაშლა გვაკეთებ, რატომღაც პირადზე ამოვიდა ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს და პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით შეიძლება ამით ხართ მოცული და დაინტერესებული უფრო მეტად და მაგიტო. ნახოთ საით მიდის თქვენი ცხოვრება, რა გზებით და რა მიმართულებით ვითარდება. უახლოესი 2 თვის განმავლობაში. ოჰო, რა დღეში ხართ ესე იგი. მოკლედ დავიწყებ. თუ მაგალითად აქამდე დიდი ხანი იტყუებდით თავს, ან რაღაცა სიტუაციაზე თვალებს ხუჭავდით, ან არ გინდოდათ სიმართლის რეალობის დანახვა და ცოტა თავის მოტყუების ძალობებში იყავით, პირდაპირ გეტყვით. შეიძლება პარტნიორი გატყუდათ, შეიძლება ვიღაცა ადამიანი იყო არასანდო და ის გატყუდათ, არ აქვს არსებით მნიშვნელობა, ყველაფერი გამჟღავნდება, ყველაფერი ხელის გულზე დაიტება
მტკივნეული იქნება პირდაპირ გეტყვით, მაგრამ შესრულებები იქნება. ცვლილებები საკმაოდ დიდი იქნება, საკმაოდ მასშტაბური იქნება თქვენი ცხოვრებისთვის და შეიძლება არასასიამოვნოდ ცოტა მტკივნეული პროცესებიც ახლდეს. სამაგიეროდ სიცხადე შემოვა თქვენს ცხოვრებაში მეტი, სამაგიეროდ ყველაფერი გაირკვევა, ყველაფერს თავისი ადგილი მიეჩინება, ყველაფერი წერტილი დაესმევა, რაც დასასმელი იყო. აი ესე ვიტყოდი, როცა ადამიანი და სიტუაცია მიდის არასწორი განვითარებით, მერე სამყაროს ჩარევით, ხდება ისე, რომ ეს სიტუაცია შეირყევა და ან გამოაშკარავება ხდება რაღაცების, ან სამყარო და ცხოვრება გეუბნება, რომ რაღაცას აქამდე არასწორად მოდიოდი, ან შეიძლება ზედმეტად ბევრს თმობდი, ან შეიძლება ზედმეტად რაღაცეებში ჯიუტი იყავი, მაგალითად, აი რა შეცდომებით დავუშვი, ახლა ეს საჯარო გაშლა ყველას ხო ვერ მოგარგებთ. რა შეცდომებით აქამდე მოვიდა ურთიერთობებში, რაღაც პრობლემები, ის აღარ დაიმალება მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში. ყველაფერს აი ესე ვთქვათ, შავი თეთრზე დაიწერება თქვენს ცხოვრებაში. ყველაფერი განათდება, ყველაფერი გაცხადდება. აქ აღარ არის დრო თავის მოტყუების, ილუზიების, ტყუილების და ვინმეს თავი რომ მოატყუებდეთ, ან თუ ვინმე გატყუებდათ, აი ეს ხელის გულზე დაიდება ყველაფერი. ცოტა მტკივნეულიც იქნება სამაგიეროდ ამ ყველაფრის გამოაშკარების მერე უკვე თქვენს ცხოვრებაში ძალიან დიდი სხვა ახალი ეტაპი დაიწყება. თუმცა სანამ იმ ეტაპის დაწყებამდე მივალ, ჯერ ეს გაქვთ გადასაგორებელი და ეს გაქვთ გასაანალიზებელი, აქ რა მოხდა, რა შეცდომების დაშვება მოხდა ამ ურთიერთობაში. მოდით რჩევაც ვნახოთ ბარემ, რას გირჩევთ, ტარო, როგორ ჯობია რომ ამ 2-3 თვის განმავლობაში მოიქცეთ და იქნებ თავიდან აირიდოთ ესეთი რთული ენერგიები და ცოტა შერბილდეს სიტუაცია. ნახოთ აბა რჩევა თქვენთვის. მიცადეთ. მოკლედ რჩევა ესეთია. ნუ ჩაებღაუჭებით და ნუ ჩაეჭიდებით აი ესე ვთქვათ, იმ სიტუაციას, რომელმაც უკვე თავისთავი ამოწურა და მოჭამა. შეიძლება აქ არ არის აუცილებელი ყოველთვის ესე ადგეთ და დაშორდეთ და რაღაც რადიკალური გადაწყვეტილება მიიღოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოცემული სიტუაცია, რომელშიც ეხლა ხარ, თქვენც არაფრის მომტანი არ არის და ამაზე ძალიან ესე ჩაბღაუჭება, ჩაციკლა არ გინდათ. არც ზედმეტი კონტროლში არ გადახვიდეთ, ცოტა მოუშვით კონტროლის მომენტები. ნუ აიღეთ ყველა პასუხისმგებლობას თქვენს თავზე, აქ არ ახართ მხოლოდ თქვენ პასუხისმგებელი და გაანაწილეთ და აცადეთ, რომ სხვებმაც ისწავლონ ან თქვენს ირგვლივ ვინც არის, შეიძლება პარტნიორი, შეიძლება სხვა ოჯახის წევრი, შეიძლება საქმეში იყოს, რომ აცადეთ სხვებმაც ისწავლონ თქვენი კონტროლის გარეშე. გაუშვით ცოტა მართვისა დავები, ეს ერთი მომენტი. მეორე მომენტი, რომ თუ გრძნობთ აი შინაგანი ხმა თუ გეუბნათ, რომ იცი მე ეს უკვე უნდა დავასრულო, ეს უკვე აღარ არის. ანუ სადაც გრძნობთ, რომ ლოგიკურად ამოწურა სიტუაციამ თავი, ჭობია რომ თქვენვე მშვიდად აყალმაყალის გარეშე, კონფლიქტების გარეშე უბრალოდ დაასრულოთ სიტუაცია. თუ ვერ ასრულებთ მაინც და მაინც და არის მოცემულობები ზოგჯერ, რომ ნუ არ ხდება ესე ადვილად ეხა წავიდე და ჩემ გზას გავუდგე და რაღაცების გამო, მაშინ ერთადერთი ვარიანტია შეიქმნა თქვენი კომფორტის სივრცე თქვენს ცხოვრებაში, იქ სადაც თავს მაქსიმალურად მშვიდად, ჰარმონიულად, ბედნიერად იგრძნობთ. შეიძლება ანუ ახლა გაქვთ პრობლემა იმის, რომ არ გაქვთ სფერო ან რესურსი ან სიტუაცია არსად არც ერთი არა გაქვთ, სადაც თავს აი ჰარმონიულად და კომფორტულად. შეიძლება ჰობი იყოს, შეიძლება სამსახური იყოს, აი შეიძლება არსად არა გაქვთ, ეს სივრცე უნდა შეიქმნათ და თქვენს თავზე უნდა კონცენტრირდეთ მაქსიმალურად და აქ ეს ადამიანი, რომელიც გიჩანთ, არ მისცეთ საშუალებას ზედმეტად თქვენ სივრცეში და საზღვრებში შემოიჭრას, აი თითქოს უნდა შორიდან გიყუროთ, როგორი ბედნიერები ხართ, როგორი კარგები ხართ, როგორი ლაღები ხართ, როგორი გახარებულები ხართ და ახლოს არ უნდა მიუშვათ და უნდა დატოვოთ კარს იქით, კარს იქიდან უნდა გიყუროთ. არ ნიშნავს ეს ყოველთვის, რომ ადგეთ და ეხლა თუ ოჯახეთ გაეყაროთ. უბრალოდ შეიძლება იმ ურთიერთობაში დარჩეთ, მაგრამ დისტანციურად ძალიან და ზედმეტად არ მისცეთ თქვენი შინაგანი ჰარმონიის, შინაგანი სამყაროს დარღვევის საშუალება აქ ადამიანს, სიტუაციას, ურთიერთობებს. გაითვალისწინეთ, რაც მეტად დაიცავთ თქვენს საზღვრებს და თქვენს ინტერესებს და ნაკლებად მისცემთ უფლებას, რომ სხვა გმართოთ, მით უკეთესი იქნება თქვენთვის. ისე აქ რასაც უყურებ, უმეტესობას გასაშვები აქვს ეს ამბავი და დასასრულებელი რაღაცა ეტაპი აქ მოითხოვს თქვენგან, რომ წახვიდეთ და უბრალოდ დარჩეთ მარტო და თქვენი ცხოვრება თავიდან აწყოთ.